გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა დღის ბოლოს, მე კი ამ გადაცემის წამყვანი თამთაროგავა გახლავართ. ჩვენ დღის ბოლოში ვისაუბრებთ დღევანდელ აქციაზე, რომელიც გამართა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა საღამოს 5 საათზე თავისუფლების მოედანზე. ამ აქციაზე უფრო ვრცლად მოგვიყვებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები კი არიან ქალბატონი ნანა დევდარიანი, რომელიც გახლავთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი. მოგესალმებით ქალბატონ ნანა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და მერაბ ჭიქაშვილი, ასევე საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის ოლქში. მადლობა მერაბ გადაცემაში მონაწილეობისათვის. სმენელს დამაყურებელს მივესალმები. ქალბატონ ნანა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით დღეს. ბევრჯერ მივესალმებით კიდევ ერთხელ ის ჩვენ. კი ბატონო, ქალბატონ ნანას მინდა პირველი კითხვა დაუსვა, რა თქმა უნდა, აქციის შეფასებით დავიწყოთ და საზოგადოების განწყობით, რომელიც იყო დღევანდელ აქციაზე, ქალბატონო ნანა, უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ ჩვენ მე და ჩვენს მაყურებელს. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ესეთი განწყობილება მაქვს, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მქონია. წლებია უკვე. იმიტომ რომ ერთია ახლა როდესაც მაგალითად რომელიმე მმართველი პარტია ახდენს მობილიზაციას სრული თავისი ადმინისტრაციული რესურსის და გამოყავს ხალხი, მათი თვალები სულ სხვანაირია და სულ სხვა იყო იმ ადამიანების განწყობა და გაუმეტყველება, რომელიც დღეს მოვიდა. განწყობა ესეთ როგორი იყო, ის კი რომ მოვედი აქციას დავესწარ და მერე წავედი. იყვნენ შეუტიეთ, არ დაუთმოთ ერთი ნაბიჯი არ დათმოთ, ესენი გასაძევებლები არიან ხელისუფლებიდან, ისინიც. აი ესეთი განწყობა, ბრძოლის წინა განწყობა. ძალიან ვიცინე ერთ-ერთი ტელევიზიის რეპორტაჟზე, ეს ხო ძალიან მოძველებული ჟურნალისტური ტრიუკია, რომ უნდა თქვა სხვა რამ, ვიდრე ხდება სინამდვილეში. ამიტომ ამბობს, რომ ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ ადამიანს და ბევრმა არც კი იცოდა, ვის აქციაზე იყო, რატო იყო, რისთვის იყო მოსული და მერე წავიდა სერია ინტერვიუების, სინქრონების და ყველა მათგანი პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ვართ. პატრიოტები, იმიტომ რომ არავის არ ღალატობენ, იმიტომ რომ აბარა ინაშვილის აქციაზე ვართ, დავით არხანმოურავის აქციაზე. ყველამ უპასუხა სად არის და რატომ არის და ისინი ჯიუტად იმეორებენ. იმ არ იცოდნენ რისთვის იყვნენ მოსულები. ბატონებო, მოგიძველდათ ეს ტაქტიკა, მოგიძველდათ ეს მოქმედების სტილი, აღარ სჯერა ამისი არავის. 30,000-ზე მეტი ადამიანი იქ იდგა და ეხლა თქვენ რამდენიც გინდათ ეკრანიდან და ინტერნეტიდან შეაყარეთ ნაცარი თვალებში და უთხარით რომ არა შენ კი ამბობ რომ იცოდი ვის აქციაზე ხარ და რატომ ხარ, მაგრამ მე ვიცი რომ შენ ნამდვილად არ იცოდი. დამთავრდა, აი ეს ტყუილი მთავრდება ჩვენს თვალწინ. ეხლა წარმოიდგინეთ შექმნილი ვითარების გამო აჭარიდან საერთოდ უარი ვთქვით რომ ჩამოთ, თუმცა მსურველები იყვნენ, ძალიან უნდა დასწრება, მაგრამ უარი უთხარით. 1/13-ზე ნაკლები იყო რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი. ძირითადად ეს იყო 2/13-ზე მეტი თბილისის მოსახლეობა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. და ვიმეორებ, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია, როცა ადამიანები მოდიან მოტივირებულები, ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და შეგნებული, რისთვის დგანან და აი ნებისმიერ დაძახილზე რატო ასვამენ ამ კითხვას, რატო ვერ აგროვებს ვერც ერთი პარტია 200 კაცსაც კი აღარ 1000, 5000, აქ იყო 30,000-ზე მეტი და ბევრმა ვერც მოახერხა მოედანზე ამოსვლა, იმიტომ რომ გადაკეტილი იყო ბარათაშვილის ხიდთან და ფეხით სანამ ნელ-ნელა წამოვიდნენ, ყოველთვის აქციები პატრიოტთა ალიანსის სწრაფად მთავრდება, იმიტომ რომ იქ არის მხოლოდ სიტყვა საქმიანი, არასოდეს არ არის რაღაც უაზრო სიტყვების რახარუხი და რო იცოდნენ ხოლმე მიტინგებზე დაამწყრევებდნენ ამ გამომსვლელებს და ზოგი რას იძახოდა და ზოგი რას, აქ ყველა სიტყვა ყოველთვის არის აწონილი, ითქმევა მხოლოდ ის, რაც აუცილებლად უნდა ითქვას და არაფერი ზედმეტი არასდროს არ არის. აი მოაგროვონ, დღესვე მოაგროვონ, ხვალ მოაგროვონ 31 ოქტომბრამდე როცა უნდათ, მაშინ როცა გაეხარდებათ, მაშინ მოიყვანონ ხალხი, გამოიყვანონ, დაიყენონ გვერდით, ოღონდ ძალიან თხოვ პირადად მე როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი და ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ნუ შეაწუხებენ მაინც და მაინც ყველა საჯარო სამსახურს ნუ დაკეტავენ ამისთვის, სკოლის პედაგოგებს ნუ გამოიყვანენ, პატიმრების ახლობლებს ნუ გამოიყვანენ. აი უშუალოდ მათი გულმხურვალი მხარდამჭერები როგორც ჩვენ გვყავდა დღეს თავისუფლების მოედანზე. გამჭვირვალე პროცესით გააკეთონ აი ეს აქციის დაორგანიზება, ამას თავაზობთ ქალბატონ ნანა. სანამ მერაბს ვკითხავდე
აქციის შეფასებაზე მანამდე ჩვენ მაყურებელსა და მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 268-95 Skype მისამართით ობიექტივი 2 შეგიძლიათ გამოხვიდეთ გადაცემის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა თუ გამოთქვა თქვენი პოზიცია. მერაბ, თქვენ როგორ აფასებთ დღევანდელ აქციას და რა გამოჩნდა პრინციპში აი დღევანდელ აქციაზე მთელი ეს ფონი ვიცით საზოგადოების დაშინების მცდელობა რაღაც ფსიქოლოგიური წნეხი ხელისუფლების მხრიდან ის რომ ამდენი ადამიანი მოვიდა ძალიან მოკლე ხანში პატრიოტ ალიანსის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე, აი რა გითხრათ თქვენ დღევანდელმა აქციამ და ამდენმა ადამიანმა, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე? პირველ რიგში მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და აქვე ვიხემძღვანელებ და მადლობას მოუხდი ყველა იმ ადამიანს, აი 30,000 კაცზე მეც. მადლობას მოუხდი, ვინც მოვიდა ამ აქციაზე და ამ მოსვლით, იცით რა არის, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრინციპულობას, გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვიკრიბებით ყოველთვის ძალიან ცუდია, როცა სხვადასხვა აი მაგალითად ტელევიზიები, რომელიც ქალბატონმა ნანამ თქვა, ხო, სწორედ ისინი ესე ტერმინოლოგიასაც ესე იყენებენ. აი ხალხი გამოვიდა, მოიყვანეს ხალხი და ნახე იმათშიც ის აქ ადამიანები მოვიდნენ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ ყოველთვის იქნებიან მათ გვერდზე, ვინც რეალურად ხედავს გამოსავალს, იცის როგორ შეცვალოს. ყველაზე მთავარი, უმძიმესი სიტუაცია ქვეყანაში და ენდობიან გუნდს, რომელსაც ქვია პატრიოტ ალიანსი. და ამ ადამიანებს მადლობას ეუბნები და კიდევ ეუბნები ადამიანებს მადლობას სხვათა შორის, რომლებმაც ვერ შეძლეს მოსვლა. რიგი სხვა მიზეზების გამო. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ის ქალბატონმა ნანომს გაუსვა. ხაზი აჭარა ფაქტიურად ხო ბუნებრივი ვიცით აჭარაში რომ მდგომარეობაა და კიდევ ერთხელ პირიქით ამ ეთერიდან ჩვენ იქაც დავაფიქსირეთ და თქვით რომ ჯანმრთელობას უსურვებთ ამ კუთხეს და შესაბამისად ბუნებრივია ამიტომაც ვერ მიიღო აჭარა მონაწილეობა და ფაქტიურად უამრავი ხალხი სხვა შორის ბარათაშვილის ხიზე ქვემოთ მოხვდა, იმიტომ რომ ჩვენი ბრალი მართლა არ იყო. ზუსტად დავიწყეთ აქცია იმ დროს, ძალიან მალე დამთავრდა აქცია, იმიტომ რომ ვითვალისწინებთ რა და ვიცით ამ პირობებში, აი ხა კადრებს ხედავთ თქვენ, რამდენი ათასი ადამიანია მოსული და შემართებას შეხედეთ რა. აი რამე რომ ისე იყოს, აი როგორც უნდა ერთ-ერთ არხს და ზოგიერთ არხებს. რამე რომ ისე იყოს, აქ რომ მართლა აი შეურაცხყოფას რო აყენებენ ხო მოყვანილი ან მოგზავნილი ან ვიღაცა ყოფილიყო ისეთი ვინც არ არის დარწმუნებული იმაში თუ რატომ მოდის. როგორ ფიქრობთ ხა თქვენ გამოაპარებდით რაიმე პროვოკაციას იმას რა ქვია რომელიმე მტერს ან ცუდა ანუ ავის მოსურნე ადამიანს შეხედეთ უბრალოდ დააკვირდით განწყობას დააკვირდით ადამიანების შემართებას დააკვირდით ეს ადამიანები წლებია გამოდიან ქუჩაში იმის გამო რომ კუთვნილ სამართალს ითხოვენ, კეთილდღეობას სამართალში ითხოვენ, ღირსეულ ხელფას ითხოვენ პირველი ისე იყოს, რომ ხელისუფლებამ არ მოატყუოს. არც ერთმა ხელისუფლებამ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს ის და ჩვენ რო ეს ხალხი ამ ხალხს ვეუბნებით, ვთხოვდა ვიკრიბებით, ჩვენ იცით რას ვთხოვდა ფთავი პასუხისმგებლობა რა არის, რომ ვერასოდეს და არასოდეს არ მოგატყუებთ. ნომერ პირველი ამოცანა დღეს ისე ურჩება სამწუხაროდ 8 წლის თავზე ხო 8 წელი ხო არის ფაქტიურად ქართული ოცნება 1 ოქტომბერი ეხლა იყო გუშინ წინ და ისე საუბრობთ იმაზე რომ პირველი რაშიც მოატყუე ხალხი პირველი რაშიც სამწუხაროდ ცუდად გამოიყენე ეს ხალხი მათი ენერგია მათი წლები ასაკი ხალხო თაობა ფაქტიურად თაობებს შორის ხიდების ჩატეხას რომ ამბობ სწორედ აი ამ ადამიანებს ვიწყედოთ ისეც აწუხებთ მათ აწუხებთ ის რომ თავის შვილებს, თავის შვილიშვილებს, თავის მეგობრებს, თაობები, ხიდები კი არ ჩატყდა. შევხედეთ ჩვენ ნახეთ რა პრობლემაა და იცით კიდე რას გეტყვით? მე მინდა სხვა შევთქვათ. აქ იცით რომელი ახალგაზრდები, ახალგაზრდები. აქ იცით რომელი ხალხი იყო თამთამოსული? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. აქ იყო ხალხი მოსული იცი რა შემართებით? მართლა თავის ქვეყანას რომ უჭერს, მართლა თავისი ქვეყნის ინტერესის გამო. ჩვენ რომ აქ ერთი სიტყვა გვეთქვა, ეხა წავიდეთ და დავიდგარეთში რა პრობლემას არის დავიძრათ, კიდე ერთხელ წამოვიდოდნენ ეს ადამიანები. აი ეს ხალხი იყო მოსული, ხომ არ გონიათ ვინმე თქვი რომ აქ მართლა ამ პირობებში, რომელიმე დავით არხამოურავანი, ირმა ინაშვილი ან ქალბატონი ნანა დევდარიანი ან გიორგი ლომიან, ვინმე რომელიმე, რაც ეს პარტია და მანამდე სანამ წინააღმდეგის მოძრაობა იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობა არა გვაქვს? ერთმანეთზე გვაქვს პასუხი. აი ამ სამართლიან ხალხთან გვაქვს ჩვენ პასუხისმგებლობა. აბა რაზეა საუბარი, როცა ობიექტივის ეთერში ჩვენ ხო არაფერს მათ გარეშე არ ვაკეთებ. რა არის აქციის მთავარი მიზანი, რა იყო? კიდევ ერთხელ ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ გამოუფხიზდეთ ხალხო ის, რასაც აპირებს ქართული ოცნება.
მესამე ეგრეთ წოდებული ილეთი აქვს მომზადებული. კოჰაბიტაციით არ გამოუვიდა, ანუ არ გამოუვიდა რა. სათავისოდ ყველაფერი გამოუვიდა, მაგრამ არ გამოუვიდა ხალხის ეგრეთ წოდებული მოტყუება, კოჰაბიტაციით. შემდეგ უკვე მეორე ეტაპი რა ქონდა? მეორე ეტაპი ქონდა, რომ იგივე საერთაშორისო ევროპელების, ამერიკელების, მეგობრების ვითომ ესე გამოყენებით, ელჩების გამოყენებით. კაცო, ეს თავრობა არ არის, მაპატე ელჩებიც რო გადაყარა. პირდაპირ ამ შეძმი ხალხი რომ გადაყარა კი არა. ელჩების გადაყო მოათხოვა მენესემ შეკრიბა. მეორედ ესეც არ გამოუვიდა რომ რამენაერად გაემყარებინათ. იმიტომ რომ კობახიძე მთავარი სპიკერი გახდა განა იმ პრობლემების სპიკერი რომ მეთქვა. მან პირველივე დღეს მთავარი სპიკერი გახდა თუ როგორ აპირებენ ეგრეთ წოდებული ჩანაცვლების პრინციპით ოცნება უკვე ხელისუფლებაში მოსვლას კოალიციაში ბრჭყალებში მათი გაგებით რომ ვითომ პროპორციული ამიტომ დაუშვეს სწორედ სააკაშვილთან ბოკერიასთან აუცილებელი კი არა პიროვნულად სააკაშვილი და ბოკერია ვნახოთ დააკვირდით მათ განცხადებებს და ამ 30000 კაცზე მეტს ისეთ რისი სურვილი აქვთ პირველ იმის სურვილი აქვთ რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყოს და ყველამ თითოეულმა მიიღოს ღირსეული შემოსავალი ღირსეული თანაცხოვრების უფლება ყველამ განათლებამაძებელმა ბავშვმა დაუბრუნდეს თავის ქვეყანას ყველა ის კეთილსინდისერი მუშა ინჟინერი პედაგოგი თუ მეცნიერი დაუბრუნდეს თავის დარგებს და ამ ხალხს უნდა რომ თვითონ შეიქმნან დოვლათი რას ვეუბნებით ჩვენ რა იყო ყველაზე მთავარი პირდაპირ თქვა დავით არხამოუროვმა და ირმა ინაშვილმა პირდაპირ თქვა ყურადღებით ვიყოთ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით კიდევ ორჯერ შევიკრიბებით რომ ჩვენი მთავარი მონაპოვარი რაც არის რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებზე იმარჯვებთ თქვენ ამ არჩევნებზე არ დაიკარგოს და რატომ დაანოს და კიდევ შეიძლება იყოს შეკრება შევიკრიბოთ კიდევ ერთხელ რომ ნახოს ქართულმა ოცნებამ რომელსაც რეალურად ყველაზე მეტად ეხლა დღეს არიან დამთხარი ოცნებაში ნაცები და ბოკერია რასაც ამბობს ეს განცხადებებზე ეთყობათ უკვე რომ აღარ იციან რა ქნან ხალხი ეხლა კადრებს ვეღარც აფუჭებენ კადრებს მაგრამ დააკვირდით ოცნებას ეხლა ნახეთ აი ცოტა 11 საათის მერე ოცნების განცხადებებს დააკვირდით რატო ხალხის ეშინია და მე მინდა უთხრა სწორედ აი ამ ხალხთან ერთად ჩვენ მსმენელთან ერთად სწორედაც რომ ხელისუფლებას ეშინია თქვენი ეშინია არა ფიზიკური განადგურებით ეშინია განა იმის რის უფლებას გვაქვს რომ ქუჩაში მართლა გამოვიდეს ხალხი კონსტიტუციურ უფლებამ მშვიდობიანად გადაიბაროს მართლა ხელისუფლება ხალხმა არამედ ეშინია რომ თქვენ ზუსტად იცით რომ ოცნებას რეალურად აღარ არსებობს აღარ რჩება ტყუილი რამე რომ თქვენ გითხრა და აი სამართლიანი ხალხის გარემოცვა სად არის დააკვირდით ამ ადამიანების ბიოგრაფიას დააკვირდით ამ ხალხმა კარგად იცის და მაყურებელმა ჩვენი სათითაოდ ბიოგრაფია და ის თუ დავით არხამოურავი პირველი დღიდან რა განცხადებას ვაკეთებთ ირმა ინაშვილი პირველი დღიდან რა განცხადებას ვაფერებთ კაცო ჩვენ ხანდახან ხალბატონი ნანა ვიდრე ჩვენ ხალბატონი ნანა გაჩნდებოდა თქვათ იქნებოდა ჩვენი გუნდის წევრი უკვე ოფიციალურად პატრიოტ ალიანსში იქნებოდა სიის წევრი იქნებოდა მაჟორიტარი მანამდე დადიოდნენ ობიექტივში და ამას ხმამაღლა ვაჟღერებდით ადასტურებდნენ კონდათ საუბრები რას მოლაპარაკებას ალტერნატივა არ ყავს დიალოგს ალტერნატივა არ აქვს ჩატეხილი ხიდები პირველი უნდა დაბრუნდეს სწორედ მოლაპარაკებებით ის რომ აფხაზეთი სამხრეთ ჩვენი ცხინვალი ის რომ კიდევ არ მივიღოთ, არ დავკარგოთ ხალხი, რომელიც უკვე ფაქტიურად ჩვენ მენტალურად ახალგაზრდობა დაკარგული ხავს, რომელსაც ჩვენი ხსენება არ უნდა, ამათ დაველაპარაკოთ. რამეზეთ, რომელ პირველად გაიგო, კითხეთ ხალბატონს ნანას, რა ეხლა გაიგო, ან ამათ რატო უკვერთ? ყოველთვის ვამბობ, სამხედრო მიუმხრობლობა რატო იყო? თავდა ისეთი დამუხტულია აქციიდან, ხო აქცია მიყავდა და აკას მე მგონი წამყვანის ფუნქციაც შეიტანს. სამხედრო მიუმხრობლობაზე ის კი არა რომ დიალოგი დაიწყო და სწორედ ამ ტელევიზიაში მოხდა სამხედრო მიუმხრობლობაზე დიალოგი საგანმანათლებლო იყო ეს გადაცემებიც პირდაპირ საუბრობდით რატო არა აქვს ალტერნატივა რატოა ყველაზე პრაგმატული რომ დიახა მოლაპარაკებებს შედის დიახ მაპატე ეცამა საგარეო პოლიტიკის თავარი ნაწილი ის რომ ჩვენ დავიბრუნოთ და ჯერ ურთიერთობები აღვადგინოთ და დავიბრუნოთ და თუნდაც ურთულეს მეზობელს დაველაპარაკოთ, სწორედ სამხედრო მიუმხრობლობა ნეიტრალიტეტია, რომელსაც ალტერნატივა არც შვეიცარიელებისთვის არ ქონა, არც ავსტრიელებისთვის არ ქონა, არც ფინელებისთვის არ ქონა და რატომ უნდა იყოს ჩვენთვის პრობლემა? ეს არის და ეს დღევანდელი შეკრება. სწორედ დასტური იყო იმის რომ ერთმანეთს ვენდობთ და ჩვენ ვთხოვეთ ამ ადამიანებს შევიკრიბოთ და ნახოს და ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია ხალხის. მე საუბარი მაქვს რეალურ შიდზე. იცით რაზე რომ არჩევნების გაყალბება არც იფიქრო და არც ის მეთოდი. რას თქვენ გინდათ არ გამოვიდეს. ეხლა რას მივიღებთ? უყურე, თამთა, გეუბნები მართლა. რას მივიღებთ? ოცნებას
კობახიძეს უშუალო თავარ სპიკერს ეგრეთ წოდებული ჩანაცვლების პრინციპით ბოკერიადან მოიძებნება ვინმე კობახიძისნაირი, იმიტომ რომ მათ ხო დიდი ხანია თანაცხოვრება აქვს და მე სააკაშვილის ტიპი, თორე სხვანაირად ამ ქვეყანაში კიდევ ერთი ტყუილი იქნება ის რომ არჩევნები გააყალბონ და გაყალბება სწორედ ეს არის რომ რასაც ეხლა ჩვენ ხედავთ მათ განცხადებებს ეგრეთ წოდებულ წახალისებას ეგრეთ წოდებულ ეხლა ყველა ერთად დაიძრა პრეზიდენტის აწევას კი აუცილებლად გეგმებზე კიდევ ერთხელ კითხავთ მე რა ბრაზეს თქვენ საუბრობთ მანამდე მაყურებელს უნდა მოусმინოთ და შემდგომ ქალბატონ ნანას დაუსვათ კითხვა მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გენაცვალე მოგესალმებით მართალია მე პირადად დღეს ვერ შეძლო მოსვლა ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ როგორც ერთი კეთილმორწმუნე აქედან ლოცულობდი, რომ ისევ იმდენი ხალხი შეკრებილი იყო, როგორც ყოველთვის მათ შეკრებაზე. არ არსებობს სხვანაირად, იმიტომ რომ აი ამ ხელმძღვანელობას ამ პარტიისა უყარს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ამას სიტყვით კი არა, საქმით ამტკიცებენ უკვე რამდენი წლებია. ჯერ მარტო ირმა როგორ დამავიწყდება ახალგაზრდა გოგონა აფხაზეთში რო იბრძოდა და ჭუბერი ფეხით რო გადმოიარა, იქედან იბრძვის ეს საქართველოსის ხალხის კეთილდღეობისთვის. ამას ყველაფერს ღმერთი ხედავს. მართალია ხელისუფლება და ჟურნალისტები კარგად ხედავენ ყველაფერს, მაგრამ რათნან შვილო ადამიანური შური ბოღმა ვერ ასვენებთ და ვერ ამხელენ ამას ყველაფერს, თორე თვითონაც ძალიან კარგად იციან ესენი ვინც არიან. მადლობა ქალბატონო ზარისათვის ქალბატონ ნანა აქციაზე კიდევ ერთი ძალიან ემოციური ეპიზოდი იყო, როდესაც სულხან მოლაშვილის მამა გამოვიდა სიტყვით და მიმართა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მრავალჯერ როგორც ამ წლების განმავლობაში მრავალჯერ რომ მას აქვს სურვილი იპოვოს სამართალი მისი შვილის გამო, სულხან მოლაშვილის გამო და იარა ძალიან დიდი გზა გაიარა ამ სამართლის ძიებაში, მაგრამ ვერ იპოვა, ვერავისთან მიაგნო მიუხედავად ბევრი თხოვნისა და მოთხოვნისა, აი რაზეც მერაბი საუბრობდა, რაზეც თქვენ საუბრობთ ამ თვეების განმავლობაში, როგორ ხდება ჩანაცვლების პროცესი, დღევანდელი აქცია და აი ამდენი ათობით ათასი ადამიანის იქ მისვლა, აი წითელი ფურცელი ნიშნავს თუ არა და გაჩვენათ თუ არა თქვენ საზოგადოების ძალიან მკაცრი განწყობა ხელისუფლების მისამართით, რომ ისინი რაც არ უნდა სურვილი კონდეთ და მცდელობა კონდეთ დამნაშავეებთან ერთად ვერ შექმნიან კოალიციას და ვერ წაიყვანენ ჩანაცვლების პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოების ლეგიტიმაცია არ ექნებათ მათ. თამთავ აი როგორი სიტყვები თქვა ქალბატონმა, რომელმაც ვერ მოვედიო მე აქციაზე და მასეთი რამდენი იყო ქალბატონანა და უამრავი სწორედ აი ესეთ ადამიანებსაც უამრავი იყო. მეც ქვემოთ მაბატე ქალბატონანა ბარათაშვილის ხითანა მე მოძრაობა რო შეფერხდა დაახლოებით მართლა 500-მდე ადამიანი უბრალოდ ვერ ამოვიდა, ვერ მოასწრო და ბევრი ადამიანი მართლა ვინც შეშეძლო ქვემოთ იჯდა, იმიტომ რომ ჩვენ მე გამოვიარე და ტელევიზიას ამოვიდა, მათ მე დაველაპარაკეთ, სწორედ ასეთი ქალბატონებიც მათ შორის და დიდი მადლობა ყველას. ბოდიში. ამ ქალბატონმა თქვა ზუსტი სიტყვები შეარჩია და თქვა რომ ამ პარტიის ლიდერებს და თავისუფლებას მივცევ თქვა რომ მთლიანად პატრიოტთა ალიანსს ახასიათებს ის რომ მათ უყვართ ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ამ სამი კატეგორიის იქით აღარაფერი აღარ არის. თუ ერთი მაინც ამ ტრიადიდან ამოაგდე, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ახარ ნამდვილი ჭეშმარიტი ადამიანი, შენ არ ახარ მართალი, არ ახარ გულწრფელი და ადამიანები ხო მე რა მსახიობი ხარ, შენ ხო იცი როგორ კარგად გრძნობენ, როდის ხარ მართალი, ნამდვილი და როდის ხარ ყალბი. აი ეს სიყალბე უკვე იმდენად მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა სამწუხაროდ ყველას იმედი ჰქონდა 2012 წელს რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ყველაფერი მე არასოდეს თუ რამე გაკეთდება არავის არ დაუკარგავ მაგრამ ის რა მოლოდინებიც იყო და მათი გაცრუება ეს არის აი ხანდახან ფიქრობდი ხოლმე რომ ნუ თუ პოლიტიკური თვითგადარჩენის ინსტინქტის გამო მაინც არ ფიქრობენ რომ აი ასე არ შეიძლება მაგრამ როგორც ჩანს პირადი პოლიტიკური კომფორტი გაცილებით უფრო ძვირფასია რიგი პოლიტიკოსებისთვის მე მხედველობაში მყავს ძველი და უკვე არა ახალი მაგრამ მათთან შედარებით ახალი ხელისუფლება რომელიც სწრაფად დაძველდა ძალიან
როგორც ჩანს ეს პირადი კომფორტია უფრო მათთვის გადამწყვეტი. ეხლა დღეს ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი და ჩამოვედი ძალიან გვიან აქციის დამთავრების შემდეგ, აი სათითაოდ საუბრობდით ხოლმე და ერთ-ერთმა მაგალითად პირდაპირ მოგცა შენიშნა, რომ რატო ლაპარაკობთ მარტო სააკაშვილზე და ბოკერიაზე, რატო მიაყოლეთ იქო ბაქრაძე, უგულავა და გააგრძელა ძალიან გრძელი სია. მე მგონი ჩვენ თუ სულ მაგ გვარების ჩამოთვლა დავიწყებთ, დილამდე ვერ მორჩებით, მაგრამ გესმით თქვენ, რომ იმდენად ყელში აქვთ უკვე ამოსული ეს ყველაფერი, რომ იქ არა მარტო სააკაშვილი და ბოკერი არა, დანარჩენი ყველანი ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველანი დასაჯელებია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. აი ეს განწყობაა ადამიანებში. ეხლა რა არის ეცე აი ჩანაცვლება უყვართ ხოლმე კიდევ ტერმინი გადაბარება. ანუ გადაბარებაც არ უნდათ არ ეთმობათ ეს ხელისუფლება. როგორც ჩანს რახან კოვახიძემ თქვა ვიღაცას მისცა ასეთი პირობა რომ ზურგით უნდა ათრიოს ნაციონალური მოძრაობა და ამ ხელა ზურგიც არა აქვს და ამ ხელა შესაძლებლობას რომ ეს კვტარი პარტიას უათრიოს, ხო? რამდენიც არ უნდა ერთადონ ლეგიტიმაცია და რესურსი რომ ეს დაპირება მიეცა მისთანაც არ უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე ქართული ოცნებიდან ჯერ კიდევ საღათ და არიან ასეთი ადამიანებიც, რა თქმა უნდა. მე მათ მოუწოდებ კარგად დაფიქრდნენ. რას აკეთებ? იღუპავენ თავს, ღუპავენ საკუთარ ლიდერს ბიზინა ივანიშვილს. მე რატო უნდა მედარდებოდეს უფრო მეტად ვიდრე ისინი, ხო? ვინც ფაქტობრივად პოლიტიკურ ძალად აქცია და ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ ემუშაოთ ხალხის საკეთილდღეოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. არ შეიძლება ასე მოქცევა, იმიტომ რომ ეხლა უკვე ჯერ ის კოჰაბიტაცია ვერ მოინელა ხალხმა. იმიტომ რომ ყველა ელოდებოდა რომ ჯერ ერთი ყველა წესიერ ადამიანს გონია რომ მაგალითად ბოკერია შერწყვება და აი ესეთი ტონით არის ლაპარაკებს. და არც ხვენიათ ბატონო უტიფრები არიან სირცხვილის გრძნობა, კი არ დაკარგეს, არც ქონიათ არასოდეს. არც ხვენიათ. აი ესეთი მოფერიანება აი იმ გუნდის ჩვენ რო კრებსითაც სააკაშვილს და ბოკერიას ვეძახით და გრძელია ექსია და სახელი მისი ლეგიონიაო, ხო, ნათქვამია რა. თავისი ვითომ ტელევიზია პროკურორის მიერ მართული ტელევიზია არ გაიშვა მართლა და მართლა ტელევიზია ვიცით რამენაირად რა. აი მთელი ეს ხალხი ამათთან ეხლა დაძმობილება და რაღაც კოალიციური მთავრობებზე ლაპარაკი, ამან შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს რევოლუციამდე. თამთა შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მაქვს ამ სტუდიაში ნათქვამი, რომ ბრძოლა პირველ-მეორე ადგილებს იქნება ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსს შორის და მეორე, რაც თქვი, ის რომ არასოდეს ქართველი ხალხი ამ ფორმით თანაარსებობას იმ ძველი და ახალი ხელისუფლებისას არ შეეგუება. ეხლა დავუკვირდით უტიფარია ის განცხადებები, როცა წინასწარ ამბობენ, რომ აი ჩვენ კოალიციურ მთავრობას პატრიოტთა ალიანსთან არ შევქმნით. ეხლა დავუკვირდით რა ყოველთვის უნდა უსმინო და ეცადო გაანალიზო რა თქვეს. ჯერ ერთი ამით აღიარეს უკვე რომ პატრიოტთა ალიანსი იქნება იმდენად ანგარიშგასაწევი ძალა პარლამენტში, რომ დადგება საკითხი კოალიციურ მთავრობაზე. ამ დროს აქვეყნებენ რაღაც საოცარ კვლევებს, ეგ სიყალბეც აღარ ქვია უკვე პირდაპირ აი ვიღაცამ დაждდა და უბრალოდ დაწერა სადღაც ფურცელზე რა, რომ 12-18% აქვს ნაციონალურ მოძრაობას თურმე მხარდაჭერა. ეხლა ბოლოს ეთყობა ცოტა პრეზენტაციაზე 120 ადამიანს კრებს. ხო, ამ დროს ესე იგი ბოლო ხანს ეთყობა მიხვდნენ რომ რაღაც ძალიან ცოტა პროცენტს წერენ პატრიოტთა ალიანსზე და აიყვანეს 7%-ზე და არ გვხიბლავს ბატონო არც თქვენი მომატებული თქვენი ყალბი კვლევების ეს დამატებული პროცენტები, არც პატარა და არც დიდი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩვენი მხარდაჭერა როგორია. 1.200.000 ადამიანის გამოკითხვის შედეგები გვაქვს ხელზე. და თუ კიდევ ვინმე დარჩა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია მობრძანდეს ოფისში და სათითაოდ დაათვალიეროს ეს დოკუმენტები. 900.000 მარტო აუდიო ჩანაწერია, სადაც ადამიანი ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას, საკუთარ ვინაობას, რომ თანახმა რომ მისი ხმა იყოს ჩაწერილი და რომ ემხრობა პატრიოტთა ალიანსს, არის მომხრე სამხედრო მიუმხრობლობის და პირდაპირ დიალოგის ჩვენ საფხაზ და ოს ძმებთან და რუსეთთან. აი ეს არის რეალური ვითარება. ეხლა ბატონმა დავითმა დღეს თქვა რომ მოვემზადოთ ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს აქციების და მიტინგების ჩატარება. შესაძლოა თუ ჩვენ შევატყობთ რომ ეს მცდელობა წინასწარი გაყალბებების უფრო ღრმად წავა და ეცდებიან ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაიწერონ ის პროცენტები, რასაც გულდაგულ იწერენ თავიანთ კვლევებში, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიმართავთ უპრეცედენტო ზომებს ჩვენი ხმების დაცვისთვის. თუ გახსოვთ თამთა ამ სტუდიაში ნათქვამი მაქვს ისიც რომ ნუ გამოიდებენ თავს რევოლუციაზე, მხედველობაში მყავს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები,
გასულ წელს რო ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ რევოლუციაზე. ნუ გამოიდებენ თავს, თორემ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რევოლუციის რესურსი აქვს, ეს არის პატრიოტთა ალიანსი. არ გვინდა ჩვენ ამ გზით სიარული, ჩვენ გვინდა ნორმალურად არჩევნების გზით მშვიდობიანად მოვიდეთ იმ ხარდაჭერით, რაც რეალურად გვაქვს ხალხში. ნუ გაგხვდეთ იძულებულ სხვა ზომებს მიმართოთ. და პირველ რიგში უბრალოდ დავამატებ. ეს პირველ რიგში დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, ვინც დღეს არის ხელისუფლებაში. ერთის მხრივ, ვისაც ეშინია თანამ ყველაფრის და მეორეა, ვინც ანგარიშს ამ ხალხს კი არ უწევს. ეს აქ ეხა მოდი ესე თქვა, კუთვნილობით იმას კი არ ვეწყებ, ჩვენ ეს ხალხი იმ ადამიანებში ბევრი ქართულ ოცნებაზე გაბრაზებული, გამწარებული და მოტყუებული როა, იმიტომაც მოვიდა იქ. თორე ეს ხალხი ერთგულია მთავარი პრინციპების. აქ არ არის საუბარი, რომ პატრიოტთა ალიანსის ეს ადამიანები მოდიან, ენდობიან ამ ადამიანებს. ენდობა პატრიოტთა ალიანსს და მაგითოდ განან ამად გვერდზე, თორე კიდე ერთხელ ვამბობ, რატო ვახსენე მე? ჩვენ რო ეს გდომოდა რაც კაბატონმა ნანამ თქვა. ამის ერთ-ერთი შანსი, ვისაც აქვს მართლა შეუძლია გამოიყენოს პატრიოტთა ალიანსია. ეხლავე წამოვიდოდნენ დავითგარეჯში და არ არის სასასროლი, არ არის დასაცავი. რისი თქმა მინდა იცით ამთა? მინდა შევახსენო ეგრეთ წოდებულ ეხლა იმ ტელევიზიებს თავის დროზე რომ ხმას არიღებდნენ და NGO-ებს, ეხლა უცებ ოცნებამაც რომ პროკურატურა შევიდა და დაიწყო ძიება იმ რუკაზე, რამდენი წლის უკან იყოს. ამ ეთერში არ იყო საუბარი ხალხო. ვინ ამბობდა რომ ვინ გაყიდა და ვინ გააგზელა? დათო ტარხამოურავი იჯდა იქ და ამბობდა რომ სააკაშვილმა ეს პროცესი დაიწყო და დაამთავრა. ვინ თქვა პირველად ჩვენ ეთერში არ იყო, როცა ითქვა რომ რუკა არსებობს, რომელი რუკის სარგებლობ. ეხლა ესე იგი ქართულმა კომისიის მუშაობის შესწავლაზე. დააკვირდით ამთან რატო? არა. დააკვირდი რატო? არჩევნების წინ ხელსაყრელია რომ ნაციონალურ მოძრაობას როგორც ფაშისტებს უწოდებენ რეჟიმს და ეხლა თურმე სააკაშვილის და თვით რუსთავი ორმა ეხლანდელმა იმედმა და აი ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლების ტელევიზიებმა სამწუხაროდ ამის თქმა მინდა ამის თქმა მიწევს დღეს გამოსვლა აბა მაშინ 10000 კაცი არ იყო დავითგარეჯში როდის წავედი ჩვენ დავითგარეჯში ანუ რისი თქმა მინდა ხალხო ნუ აკეთებთ ისე ნუ ურეცხავთ ამ თაობას ახალგაზრდობას twins ისე რომ თითქოს მერაბ ჩიქაშვილი ეხლა რომელიც იტყვის ან ქალბატონი ნანა დევდარიანი რომ მომხრე ვარ რომ შვიდობიან ფორმებში ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თუ საჭირო იქნება ცოტა ტყუნის აუწიონ დიალოგის რეჟიმში და დიპლომატია იყოს მხარად დაფუძნებული რაღაც პრინციპზე რომელიც არის უმთავრესი თორე მაპატიე ჩაკუკულ დიპლომატებზე კი არ ვლაპარაკობ ჩვენ რომ წავიდნენ და დაუწვენ გინდ ქალბატონები იყო და გინდ კაცები კაცო საუბარეო პრინციპებზე ამის მომხრე რო ვარ ეს რო ვთქვა და იმიტომ რომ ვარ ამ პარტიაში წლების განმავლობაში გარდა იმისა რომ იბრძოლია და უსამართლობა გადავიტანეთ რატო უნდა იყოს დანაშაული ან რატო ნათლავთ ისე რომ ჩვენ ვართ ვიღაცის აგენტი ჯერ არის ეს რას ნიშნავს გამაგებინეთ ამიტომ ყველაზე მთავარი ამ ხალხს ჯერა ეს ის ხალხია რომელიც იცი რა არის ჩვენ რაღაცა განცხადებებით ადამიანების არჩევანს არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა მე დღეს გდანში რომ მიწევს ყოფნა და იგივე კანდიდატობა და ქალბატონ ნანა დევდარიანი შეხედეთ ვინ არიან მთავარი კონკურენტები მე ერთი სიტყვას არც ვიტყვი არც ვიყადრებ არც ქალბატონ ნანა არც იმ კონკურენტებზე და არც ამომრჩევლაზე კაცო იმას ხუთი კაციც რო ხავდეს იმასაც უნდა წე პატივი მაგრამ გააგები რომ დააუხსნა შეიძლება ესე მაპატიე ზიზღით განაწყო ბოღმაში გაზარდეს თაობა ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა ბოღმაში გაზარდეს თაობა და ეს გრძელდება ქართულ მოსწრებამ რაქნა იმის მაგერად რომ ვისაც ეს ეთქმოდა ისეთი ხალხი გამოეყვანა ავანსცენაზე ისეთი ვისაც მართლა სულთა წარსული ქონა ისინი ჩააჩოჩეს გააგდეს მეტიც კობახიძემ რა სიტყვები ეძახა იმ ადამიანებს ვინც მართლა ებრძოდა კაცო სააკაშვილის რეჟიმს როგორ შეიძლება ყველაფერზე გავჩნდეთ როგორ შეიძლება ვთქვა ჩამოვთვალო და მე მომბრუნდა და პატრიოტებს ეთქვა ნარატივი გაქვთო იმის რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას ვინც რეზოლუცია მოგცა მოაწერე ხელი კანონი უნდა აღსრულდეს ნიურნბერგის პროცესი რატო არის სამაგალითო ამ შემთხვევაში მსოფლიომ სამმა დიდმა ქვეყანამ რუსეთმა მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა ინგლისმა დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა სამმა ქვეყანამ მისცა შანსი რომ სასამართლოს ძალით გაესამართლებინა თორე იცით სიმართლე იქ რომელი ორი ქვეყანა იყო წინააღმდეგი სწორედაც წინააღმდეგი იყო ის ორი დიდი ქვეყნები რომელზეც ჩვენ საუბრობთ ეხლა ეს რო თქვა გამოხვალ ან სტალინისტი ან რაღაცა შინელებას მეთქვა არა მინდა დავამთავრო ამ ქვეყანაში სწორედ ასეთი გამჭვირვალე პროცესი ჩვენ თუ ვამბობ დამნაშ ეს იყო რეზოლუცია სწორედ ეს იყო რომ ჩვენ ვამბობდით დაისაჯოს ყველა კანონის ძალით და არა ის რომ მე მინდა ვინმე ციხეში იყოს ან ქალბატონ ნანას ან ირმა ინაშვილს დავით არხამორას პირადი შეურაცხყოფები გადაგვიტანია და გადაიტანა ირმა ინაშვილმაც ეხლა და გიორგი ლომიამაც
იცით როგორი შეურაცხყოფები, მაგრამ არის რაღაცა, მართლა რაც პოლიტიკოს, როცა წინა ხაზია იმას ეთქმის, იმას შეუძლია რაღაცებზე მოითმინოს და მე არის რაღაცა შეიძლება ვთქვა. მე რომ მაძახებ და მეუბნები გინოს თქვი რომ ოკუპანტია. მე შეიძლება ვთქვა ეს სიტყვები. მოლაპარაკების ხაზზე ვინც არის წასული, შეიძლება მომდამას დიპლომატს ესე უთხრა. ანუ რა არის თავარი? აქ მოსულმა ადამიანებმა კარგად გააზრებული აქვთ ვინ არიან. კარგად გააზრებული აქვთ რა არის თავდა. იდეის გამო ემხრობიან და თან იმის გამოც რომ ენდობიან ამ ადამიანებს. და რა გვინახა ჩვენ უთხრათ რომ იცი რა არის ეს ყველანაირად ეცადეს დღეს. მაშინ დამისახელეთ რატო ერთი მაგალითი არ მოხდა. უკვე მე-10 შეკრებაა ესეთი, ხო? შეხვედრა დავარქვათ ამას. ერთი მაგალითი მომხდარიყო რომ ვიღაცა მართლა ანასრომი შემოარდნიყო. დღეს ერთ-ერთმა ტელევიზიამ იმდენი ეცადა ჩვენ და სასიკეთოდ შესანიშნავი ინტერვიუები ჩაწერა. ქალბატონ მანანამ თქვა და არავის არ ვეჯიბრებით ხალხო, არც ხალხის გამოყვანაში. ეს ხალხი დგას პრინციპულად სიმართლის მხარეს და ეს სიტყვები იგულისხმა სწორედ ქალბატონ მანანამ, ვისაც შეუძლია რევოლუცია მოაწყოს, სამართლიანი, კეთილსინდისიერი ხალხი, რომელიც იბრძოლებს ბოლომდე, სწორედ შეუძლია პატრიოტ ალიანსს, მაგრამ არ გვინდა გავაკეთოთ ეს ისედაც გაჭირვებული ხალხი, სიღატაკეში ვართ უკვე დათომ თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე. სიღატაკეზეა მე რა ვლაპარაკი, რომელი ეკონომიურ და შიმშილზეო ჩვენ გადაცემას არ ვწერდით კაცო. ხო არ ვიგონებთ რაღაც ციფრებს არა? ჩვენ ხო ხვდებით მოსახლეობას. კითხე ქალბატონ ნანას, როგორი ხალხი ხდება, პროფესორ მასწავლებლები, მუშები, ყველა საშუალო ფენა აღარ არსებობს ხალხო. განადგურდა ეს ხალხი. და ჩვენ რა გვინდა ვთქვათ რომ ამ აქციაზე მოსულოდან რომელიც მზად იყვნენ კიდევ ერთხელ ვამბობ დავით გარეშე წავიდოდით დღესვე და რეალურად ცნობები შეიცვლებოდა და ეხლა თურმე ყველასთვის ის გახდა ქალბატონა რუი ამართალი ყოფილა როდის დავდეთ ეს თემებზე საუბარი და არ იყო დასაცველი თურმე დავით გარეჯი არ არის იგივე აჭარა რაც დათომ თქვა დღეს აუ რას ნიშნავს ჟურნალისტები მეკითხები მე რა ერთი წუთით დასაცავი კი არა ჩვენ პირდაპირ ბრალს გვდებდნენ რომ პატრიოტთა ალიანსი გვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან რომ თითქოს ამიტომ იყო რომ პატრიოტთა ალიანსის მიტინგებზე ყოველთვის იყო ბანერი გაშლილი დიახ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია მაგრამ დავით გარეჯი საქართველოს ესე იგი ამათ მინიმალური დისკომფორტიც კი არ უნდა ესენი არ გააკეთებენ დააშავებენ გააფუჭებენ და უიმე არ მითხრათო რა რომ ცუდად ვიქცევიო თორე ცუდ ხასიათზე ვდგებიო და იყავით ცუდ ხასიათზე მეც მაინც არ იმსახურებთ დიახ არჩევნების წინ ერთი თვით ადრე ახსენდებათ ხალხიც მისი გაჭირვებაც ეხლა შესაძლებელი არიან მაინც არ ახსენდებათ ქალბატონო იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საარჩევნო შეხვედრებს უყურებთ და პრეზენტაციას უყურებთ იქ აი ის ადამიანები რომლებიც დღეს იყვნენ აქციაზე წარმოდგენილი ეს ადამიანები არ ჩანან ამ შეხვედრებზეც რაღაც თავისი მათი მოწვევით მისული სახეები არიან რომლებიც როგორ არის ეხლა თან ეს კოვიდი ხო კარგი გამართლება ვისაც ვერავინ ვერ გამოყავს შეხვედრებს ნუ ეს სხვა თემა აბსოლუტურად არის როგორ არ არის არის კორონავირუსის სიფრთხილე ყველას გმართებს მაგრამ პოლიტიკა აი ყავლგასული და გაბანკროტებული პოლიტიკოსები ვინც მოსახლეობას ვერ ხვდება და შესახვედრი პირიც არ აქვს ნუ აი ეს კორონავირუსი როა აი მაგიტომ ხო სულ მაგიტომ აი ზუსტად რა და რა ხდება რომ რაღაცა ვიწრო პარტიული შეხვედრები აქვს ფართოდ შორიშორ დადგმული სკამებით თავიანთი პარტიული აქტივით სხვა ნაკლებად არც მინახავს მათი პარტიული აქტივის გარდა თუ ერთი-ორი ადამიანი შეიძლება დაინახო ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეებიდან იმიტომ რომ უნდათ რომ გამოჩნდეს ვიღაც არ შეუძლიათ ეს ხალხის შეკრება თვითმიზანი კი არ არის ამ ადამიანებმა აი ეს თელი გულის წყრომა ეს წენა რაც მათ დაუგროვდათ ეს უსამართლობის გრძნობა ხო სადღაც უნდა გამოხატონ ხო ეს უნდობლობა ვისი არის ხალხში რომ უნდობლობა ვინ მიიყვანა სწორედ ამ ხელისუფლებამ და ხელისუფლებებმა მიიყვანა უნდობლობა თორე მე და ქალბატონ ნანას კი არ გვენდობია უნდობლობა და უიმედობა თორე კარგად ვიცით მართლა ვინც გამოდის 2 3 თუ 50 კაცი ჩვენ შეხვედრებს სხვა შორის მართლა გუწყვეტ მოდის ხალხი თორე კარგად ვიცით თვითონ თუ ვიმეს დისკომფორტია ქალბატონან დღეს ხელისუფლებასა დისკომფორტი შეხვედრა ჩვენ ხო ვიცით არა ფაქტიურად ერთ ქუჩებში გვიწევს ხშირად მაგრამ ზუსტად ვიცით ამაცა გუნდობ დისკომფორტი იმიტომ რომ თქვენგან ერგეთ თქვენ გამოარი რომ პოლიტიკა ასიაზიზღეთ ხალხს პოლიტიკოსები შეაზრდეთ და კეთილსინდისიერი სულთა წარსულის მქონე ადამიანებს გვიწევს რაღაცები ვამტკიცოთ არა თქვენ გიწევთ ამტკიცოთ რომ კიდე რაღაც მორიგტყუილებს პირზე შემდგომ ქალბატონ ნანას უნდა დაუსვა კითხვა მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ასეთი კარგი გადაცემა გაგვცა სამწუხაროდ არც ვერ ყოფილა დღეს აქციაზე მაგრამ
შემისარები არიან 100-ეულები, 1000-ეულები, რომელიც ვაბრალოთ და მე პატრიოტ ალიანს ვაძლევ ხმას და მისცევ ხმას. მე ვარ უბრალო ადამიანი, ეროვნულ მუზეუმიდან მოვდივარ, ვარ გურამ დარბაიძე. ჩემი აუდიო ჩანაწერის არის თქვენთან, რომ მე თქვენ ხმას გიჭერთ რა და ჩემთან ადამიანი ყველა მისცევს ხმას პატრიოტ ალიანს და გასწრებ გულზე ჩვენი მტრები რა. იცოდე რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ახლა რაღაც პროცენტებს თუ დაიწერეთ, თვითონ დაიწერო. მადლობა ზარისათვის აი ზუსტად ეს კითხვა. ნახეთ, აუდიო ჩანაწერი ახსენა, რომ ადამიანი პირდაპირ ეთერში დარეკა. მე მავანი იტყვის, რომ პირდაპირ ეთერში ისკია, რომ მართლა ეს გამოკითხვა რატოა უთხوارი და მე მომიწია სხვა შორის ამას საუბარი. მე შეხვედრებზეც ხვდებიან ადამიანებს და სხვა შორის ერთ-ერთი ადამიანი შემხვდა ერთ შეხვედრაზე, რომელიც დამოუკიდებლობის აქცია ხელი მოწერა და გამოვიდა. პირდაპირ აი ხალხთან შეხვედრაზე არც კამერას მორიდებდა და თქვა ამ ადამიანს უდიდესი პატივისცემა ჩემგან და თქვა, რომ ერთადერთი რეალური ადამიანები, პიროვნებები, აი თავისი წარსული, ბიოგრაფიები და ხო თლიანობაში პატრიოტ ალიანსზე საუბრობთ, როგორ ფიქრობთ ხა? თუ ვინმეს პასუხისგებლობა, ჩვენ ერთმანეთზე ვიღებთ პასუხისგებლობა და ვიცი დარწმუნებული ვარ ქალბატონი ნანა დევდარიანის სუფთა წარსულში მით უმეტეს ყველამ კარგად ვიცით როგორი თანამდებობები ქონდა, რა პოზიცია იყო, ხო? მაგრამ ზუსტად ხა ვინმეს რამე რო ქონოდა სათქმელი ქალბატონ ნანაზე იმ პერიოდში მით უმეტეს ის ეგრეთ წოდებული უკვე გამობრძმედილა და როგორ ფიქრობთ ხა ჩვენ ფარატინა ფურცლებით შემოგვიტევდნენ, რაც ეხა ხელსია ფარატინა ფურცელი შეგჭათ ესე იგი რაღაცა რო ყოფილიყო ისიც ეხლა ხას რაღაც გაჟღერებული რომ ჩვენ თურმე რაღაცა დოსიეს და ნეტა ღმერთმა კრას მალე გადაწყდეს ყველაფერი მალე გაიგოთ თქვენ სიმართლე პირველ რიგში თუმცა იცი და მოგვეცეს საშუალება აი ადამიანები პირდაპირ ეთერში ეკავენ აფიქსირებენ კაცმა სახელი და გვარი თქვა რომ დიახ მე ვარ იქ ხა სხვა რა უნდა იყოს ახლოს რეალურ გამოკითხვასთან არ ვიცი ვიდრე ის რომ ჩვენ ერთმანეთს ვკითხოთ ბოლოს შენს გეკითხები თამთა თუ შეიძლება კითხო შენ თუ მიგიღია რაიმე სხვა გამოკითხვაში მონაწილეობა მაყურებელს მოусვენოთ ძალიან მოკლედ ცოტა დრო გრჩება და შემდგომ ქალბატონ ნანას უნდა მივცეთ საშუალება მოგესალმებით გისმენთ მოკლედ გითხარით თუ შეიძლება მეც მოგესალმებით სამწუხაროდ მეც ვერ ვიყავი დღეს რაღაც საპატიო მიზეზის გამო და ჩემი ოჯახის სამი წევრი რომელიც პატრიოტ ალიანსის მხარდამჭერია ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ქართველს ვინც დღეს იყო იმ მოედანზე ორი იმდენი ვართ კიდევ რომ დღეს ვერ მოვედით მაგრამ აუცილებლად არჩევნებზე მოვაც და ჩვენ არ შეიძლება ესენი დავტოვოთ ხელისუფლებაში იმიტომ რომ საქართველოს თავით არის ჭაობში ჩარჭობილი მხოლოდ ფეხის წლერები უჩანს და უნდა ამოვაწრიოთ 31 ოქტომბერს და ყველა ეს ნაძირალა ვით საქართველოს ამ წეროს უნდა გასამართლდნენ აუცილებლად უნდა გასამართლდნენ სამართალმა პური უნდა ჭამოს რაც შეეხება ჩიქაშვილის ნაცვლად სტალინისტობას დამაბრალებელო არ ჭირდება თქვენი დაბრალება სტალინს მომავალია ის ფენომენია ის რომ გერმანელი ყოფილიყოს ან ამერიკელი ან ინგლისელი ყველას მის სურათებს დაკიდებდნენ მაგრამ საბედნიეროდ ქართველი არის ილია მეორეს რომელიც ქრისტიანული სამყარო გადაარჩინა სირცხვილისაგან მადლობ ზარისათვის ცოტა დრო გრჩება მე რა კონტექსტი თუ უბრალოდ ეხა ისტორიას დამახინჯება და ყველას აქვს ინტერნეტი და ყველა ხო არ შეიძლება იმ დონეზე დავამახინჯოთ ისტორია რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები სხვა შორის ამერიკულმა დოკუმენტური ფილმების რედაქციამ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი სამ გენიოზე იყო მსოფლიოს სამი გენიოსი და ეხა როგორ არა თქვა იმ სამ გენიოში ერთ-ერთი არის სტალინი და ანუ მე ამას იმიტომ ვამბობ რომ უბრალოდ მაგალითები მომყავს როგორიც იყო და ეხა ვიღაცისთვის ამ კონტექსტში აი ნახე სტალინზე ლაპარაკობს ეხა ხო სასაცილოა ან ჩემი ადვოკატო და მეორე კიდე ვარიანტია რომ ჩვენ ერთმანეთს სულ ამბობ ქალბატონო დიდი ბოდიშია რომ დროსა სულ ამბობ თუ სულხან საბა ორბელიანი 300 წლის უკან წავიდა თქო ეგრეთ წოდებულ მოგზაურობაში სადაც რეალურად ევროპაში კიდევ ერთი მორიგი არასულხასაბა იყო პირველ წავიდა ევროპაში ისევ დასახმარებასაც ვერ გავიგე ამის დამახინჯება და ამის ართქმა რატო შეიძლება და იმიტომ რაღაცა და ადამიანი ბოლოს თურქეთში ელოდებოდა დახმარებას ლუდოვიკო გარდაიცვალა ანუ ამის არა ისტორიის დამახინჯებას ხო ამას რო ესე თქვა და მოყვე გამოდიხარ ვიღაცისტი და საერთოდ არავისტი ვარ საკუთარი ქვეყნის სიყვარულის და პრინციპების გამო. მე ისაუბრა ქართული ოცნება ფაშისტებს როგორ უწოდებს ნაციონალურ მოძრაობას მით უმეტეს აქტიურად საარჩევნო პერიოდის დროს. ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკურმა განცხადებებმა და
და არაფერმა სამართლებრივმა შედეგმა დაუკარგა თუ არა ძალა ქართული ოცნების სიტყვას და საზოგადოებაზე ზემოქმედებს თუ არა ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული და კიდევ ერთი უნდა გკითხოთ, როდესაც საუბრობთ კვლევებით манипуლირებაზე და დღევანდელ ძალიან მასშტაბურ აქციაზე, საფრთხილო თემა არის თუ არა უკვე რომ აი ეს манипуლირება ძალიან თუნდაც შეიძლება შემოუბრუნდეს პირველ რიგში ხელისუფლებას და უნდა გაფრთხილდეს თუ არა ხელისუფლება, როდესაც კვლევების ჩატარებას გადაწყვეტს და შედეგების გამოქვეყნებას და შეინარჩუნებს თუ არა ამ სიფრთხილეს. 28 დღეა ხო დარჩენილი. ცოტა ხანში 27 დღე იქნება არჩევნებამდე დარჩენილი. სხვათა შორის ხა სტალინი ახსენეს და მან ისეთი ქვეყანა შექმნა, რომლის მონაპოვარსაც დღემდე ყიდიან და კიდე ბოლომდე ვერ გაყიდეს, ხო? და ეს იყო ის პირდაპირ თქვათ ახლა რატომღაც მოდაში შემოიღეს სტალინის და გიტლერის ერთმანეთთან შედარება და ამაზე აღმაშფოთებელი მე ვფიქრობ არაფერი არ არის. სტალინმა მოიგო მარტო, იმიტომ რომ მოკავშირეები შეუერთდნენ მხოლოდ დასკვნეთ ეტაპზე, როცა მიხვდნენ რომ შეიძლება ევროპიდან არაფერი არ შეხვდეთ, ამერიკელები და ბრიტანელები მყავს ხედველობაში, იმიტომ რომ ძირითადი სიმძიმე საბჭოთა კავშირმა აიღო იმ ომის და მან გაანადგურა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი ძალა. დღემდე მთელი ისრაელი და ყველა ებრაელი მსოფლიოს ყველა კუთხე კუნჭულში აუქს ვერ დააცდენინებთ სტალინზე, იმიტომ რომ მათ იციან რომ ებრაელების გადარჩენა ევროპაში რაც დაიწყო უმეტესი წილი ებრაელების მოაწყდა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა კავშირმა მიიღო ყველანი ისინი და ფაქტობრივად გადარჩნენ და მე ეს ხალხი ზოგი ისრაელში წავიდა ზოგი სხვა ქვეყანაში და ეს სიმართლე დააქვთ უბით მერაბ ეს არ ავიწყდებათ არასოდეს ებრაელებს არც ჩვენთან არ შეშლიათ არაფერი ისე როგორც ქართველებს არ შეშლიათ ებრაელებთან ცოტა შევხედოთ იმ ხალხს ბრძენი ხალხია მძიმე ისტორია გამოვლილი და მივხვდეთ ისინი არ ლაძღავენ სტალინს და ქართველი რო ხარ შენ და სტალინის ლანძღვას დაიწყებ და ამით გინდა ქულები დაიწერო ან გრანტი მოიპოვო ესე იგი შენ არც ქართველი ხარ არც ადამიანი ხარ და საერთოდ ახლა 70 წლის წინ გარდაცვლილს ომს რო დაუწყებ შენ ის კაცი ხარ რომელიც მერე წავა და მავთულ ხართებთან შარვალს ჩაიხდის და ასე გონია რომ ოკუპანტი დაამარცხა ამით ყველაფერია ნათქვამი უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა იმიტომ რომ არსებობს ისტორიული უსამართლობანიც რატო ერჩოდა მოკლედ ვიტყვი ამას ძალიან რატო ერჩოდა სტალინი ტროცკის და ტროცკისტებს აი იმიტომ რომ დღეს მსოფლიოს დიდწილად მართავენ ნეოტროცკისტები და აი ეს ვინც აქვს ჩვენთან წკავწკავებს და ვითომ ლიბერალები ვართ რო იძახიან ეგენი არიან ნეოტროცკისტები ნეოტროცკისტები ებრძვიან დღეს ტრამპს ეს უნდა დავინახოთ საფუძველში უნდა დავინახოთ ეს რა მოვლენებია ჩვენი როგორც ჩემ მეგობარს უყვარს თქვა ჩვენი ქეთო ვიტიროთო თორე ისინი თავის თავს მიხედავენ ყველანი ამიტომ მიუბრუნდეთ ჩვენ ამ ხალხს ჩვენი ხალხი არ არის უმადური არ არის როგორ გიხარ დაუნახავი და არასოდეს იმიტომ რომ უჭირს ამიტომ არ გამოვა ქუჩაში ის გამოდის იმიტომ რომ ღირსება შეელახა მას ჯერ ღირსება შეულახა იმ რეჟიმმა და მერე 8 წლის განმავლობაში ეს ღირსება ვერ აღიდგინა და ადამიანს რომელსაც არ უნდა ღირსება აღიდგინოს ის მართლა არაფერს და ვინ შეპირდა და ვის გამოც ამ ადამიანმა სიცოცხლე გადადეს დარგებმა არ ვიცი რიგით შეუვა ადამიანებმა და შენ ის ხალხი კიდე მოატყუე და აი ხა აპირებ შენ რომ რაღაცნაირად ისევ დამნაშავე ხელისუფლების ერთად მოbrunდე ანუ ამაზეა საუბარი და აი რაც შეიძლება მშვიდობიანად რაც შეიძლება მეტი გონივრული ცივი გონებით და ცხელი გულით კი ბატონო ამ შემთხვევაში ვიდრე პირიქით ჩვენ შევძლებთ რომ ამ ქვეყანაში რეალურად კეთილსინდისიერად ერთი ოჯახის კეთილდღეობა შევქნა და პატრიოტებს ეს შეგვიძლია და ვინც გვენდობა ამის თავი და ბოლომდე დასტური იყო დღევანდელი აქციაც და კიდევ ბევრჯერ შევიკრიბებით იმის გამო რომ სწორედ გავიმარჯვოთ სიმართლის გზაზე არავითარ შემთხვევაში სხვისი არაფერი არ გვინდა პირიქით დათოს უიძახის ხოლმე დავით ახამოვრავ ღმერთმა ხელი მოგიმართო თუ რამეს გავუკეთებ თორე აგე ერთად დავიბრუნოთ კი ბატონო დავით გარეჯი რაზეა ლაპარაკი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის ოლქში ქალბატონი ნანა დევდარიანი სტუმრობდა დღის ბოლოს ასევე დღის ბოლოს სტუმარი გახდათ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის ოლქში მერაბ ჭიქაშვილი მადლობა გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისათვის ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა მაგრამ გიტოვებთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიმღერას ჰიმნს მადლობა ყველა ადამიანს ვინც გვიყურებდით და გვისმენდით ნახვამდის